გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის სიყვარულის თემაზე. მაშასე ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი იმეორეთ გულში, წარმოიდგინეთ ვიზუალურად და დავიწყოთ. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, რომ შეძლოთ და ამოიცნოთ ეს კონკრეტული გაშლა გეხებათ თუ არა თქვენ. ეს არის ადამიანი, საკმაოდ გონიერი ადამიანი, რომელიც ცდილობს ცხოვრებაში მოიწესრიგოს, ასე ვთქვათ, საქმეები დაარეგულიროს, ფიქრობს მომავალზე, გათვლილი აქვს მომავალზე, რომ შემდეგ უკეთესად იქნება ყველაფერი, ვიდრე არის დღეს. ნელისვლით, ასე ვთქვათ, პატარა ნაბიჯებით, ცდილობს, რომ მიაღწიოს მიზნებს. დაახლოებით ასეთია მისი სიგნიფიკატორი კარტი. ვიხართ თქვენ, დღევანდელი თქვენი მდგომარეობით, თქვენ ხართ საკმაოდ შემდგარი ადამიანი, მიმზიდველი, თქვენ ბევრი ადამიანისთვის წარმოადგენთ ნიმუშს, სხვადასხვა საკითხებში, იქნება ეს ჩაცმის სტილი, იქნება ეს ცხოვრების სტილი, რაღაც გაქვთ ისეთი, რაც სურთ სხვა ადამიანებს გქონდეთ თქვენსავით. ასე ვთქვათ, საკმაოდ თავდაჯერებული ხართ და არ საჭიროებთ, ასე ვთქვათ, რჩევებს, რადგან თქვენ უკეთესად იცით, რა, როგორ, რანაირად გჭირდებათ. დაახლოებით ასეთია თქვენ ორის აღწერა, თუ დაემთხვა ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა. თუ არა და, რა თქმა უნდა, ასკროლეთ. რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე? ამ მომენტში აქვს რაღაც სტაგნაციის პერიოდი, შეიძლება ისვენებს ადამიანი, წამოწოლილია, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით რაღაც უმოქმედობა ჩანს, ამ მომენტში არაფერს არ ფიქრობს. კარგით, ზოგადად რას ფიქრობს თქვენზე? ზოგადად ფიქრობს, რომ რაღაც არის ურთიერთობაში გართულებული, რაღაც არის ძალიან ძნელი, რაც იწვევს მსხვერპლის მდგომარეობას. რატომ ფიქრობს ის ასე? იმიტომ რომ აქ არის რაღაც შიშები, აქ არის პერიოდი, როდესაც, ასე ვთქვათ, ბედმა გამოსცადა თქვენ ორის ურთიერთობა. ამის შედეგად თქვენ რაღაც შეიძლება ითქვას შიშები ჩამოგიყალიბდათ, რომელსაც არ გააჩნია რეალური საფუძველი. სინამდვილეში ეს ადამიანი თვლის, რომ ნაცვლად იმისა, რომ რაღაც თქვენ თვალს ვერ უსწორებდეთ თქვენს შიშებს, ნაცვლად ამისა, საჭიროა გეყვარდეთ ერთმანეთი, უგებდეთ ერთმანეთს უსიტყვოდ და როდესაც ერთად ხართ, დატკბეთ ერთმანეთის სიახლოვით. კარგით, რა ხდება საერთოდ თქვენ შორის? ახლა ვნახოთ ზოგადად რა ხდება თქვენ შორის. აქ არის სხვადასხვა ვარიანტები ძვირფასებო, რაც ხდება თქვენ შორის, აქ რაღაც გზა არის, აქ არის გადაწყვეტილება მიღებული მამაკაცის მხრიდან. რას ეხება ეს გადაწყვეტილება? ტრანსფორმაციას ეხება ძვირფასებო. ძირითადად, ერთი სიტყვით, რაც გამოითქმება, ეს არის ტრანსფორმაცია, მიმდინარეობს იმისათვის, რათა ეს ადამიანი შვენივრად მოაზროვნეთ ჩანს, ასე ვთქვათ, მაგრამ საჭიროა, რომ დაბრძენდეს. რაღაც ასეთი ჩანს აქ.
ეს ტრანსფორმაცია მიმდინარეობს იმისთვის, რომ თქვენს მიერ ჩაფიქრებულმა ადამიანმა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება, რომელიც მომავალში და გაკავშირებთ თქვენ ორს ერთმანეთთან. უმრავლესობასთან ეს არის ოჯახის შექმნა, რასაკვირველია. კარგი, თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, ვნახოთ? თქვენთვის ძალიან ძნელია ეს პერიოდი ამჟამად. რაღაც თქვენ ფიქრობთ, რომ ესე იგი თქვენ ძალიან ბევრს გასცემთ ადამიანურ რესურსს და რაც, ასე ვთქვათ, გატკივებთ თავს, მეტაფორულად. ესე იგი თქვენთვის ეს არის რაღაც, რაზეც თქვენ მუდმივად ფიქრობთ და ენერგია მიდის აქეთ, ეს გაცლით ენერგიას, ეს გხლით, მაგრამ დანებებას არ აპირებთ, თქვენ გსურთ, რომ სტაბილურად იყოთ ამ ადამიანის ცხოვრებაში, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, გსურთ, რომ იყოთ მის გვერდით სტაბილურად, მუდმივად. და თქვენ ყველაფერს გააკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. ესეთი არის თქვენი, ასე ვთქვათ, მის მიმართ დამოკიდებულება. კარგით, ვნახოთ ღირს, რომ თქვენ ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ იყოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანთან. თქვენთვის, ორი სიმამტანია ეს. რა თქმა უნდა, ახლა ეს კითხვა მე არ უნდა დამესვა, იმიტომ რომ მე არავინ მეკითხება, რასაკვირველია. ეს არის თქვენი გადასაწყვეტი. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ეს არის რაღაც კარმა არის აქ ჩართული ძვირფასებო. რამდენად ღირს, თქვენი გადასაწყვეტია, უბრალოდ აქ არის რა, რომ ეს ადამიანი თქვენ გაბედნიერებთ. თქვენ როდესაც მასთან ხართ ძალიან ხალისიანი, გახარებული და რაღაც თვლით, რომ თქვენ ამას მიაღწიეთ და თქვენ ესე იგი გემატებათ საკუთარი თავის რწმენა უფრო მეტად. თუმცა არის რაღაც აქ ინტრიგები, არის რაღაც საკითხები, რასაც სჭირდება მყარად დადგომა, რასაც სჭირდება თქვენს მიერ ხასიათის გამოვლენა და იმდენად ღირს, რამდენადაც გაქვთ თქვენ ძლიერი ხასიათი. თქვენ ხო იცნობთ თქვენ საკუთარ თავს. თუ თქვენ ხართ ესეთი შეუპოვარი, მამაცი, ძლიერი ხასიათის და დაუპირისპირდებით ნებისმიერ პრობლემას, ნებისმიერ საკითხს და მოაგვარებთ, ასე ვთქვათ, ხმლით, მეტაფორულად საუბრობთ ძვირფასებო, მაშინ, რა თქმა უნდა, სასწორი გადმოეხრება თქვენს მხარეს. ამ შემთხვევაში ღირს. კარგით. ნახოთ, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. რა გრძნობა აქვს მას? ესე იგი, გრძნობა ნამდვილად აქვს, თითქოს აქ ასე ჩანს, რომ ენატრებით ძალიან, მაგრამ რაღაც თვითონ არის სტრესულ განწყობაზე. შეიძლება რაიმე აწუხებს ზოგადად, შეიძლება რაღაც თქვენ გეკავშირდებათ, გრძნობა აქვს თქვენს მიმართ. თუმცა ამასთან ერთად აქვს რაღაც მენტალური, ასე ვთქვათ, პრობლემების ხმა არ მინდოდა, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ მომიფიქრე, ძვირფასებო. რაღაც არის, რასაც ეს ადამიანი განიცდის, დისტანცირდება, ცდილობს იყოს გულგრილი და არ გამოავლინოს მისი გრძნობები. თulis რომ ეს პერიოდი მალე გაივლის, დასრულდება და შემდეგ გადავა ის ბედნიერების პერიოდში. და ვნახოთ თქვენთან ერთად გულისხმობს ამ ბედნიერებას. თუ ზოგადად ის თulis რომ
ძვირფასებო შემდეგ ვიდეოში განვაგრძობ, ვერ ვასწრებ.